ულამაზესი სახლების ჩვენების დღე ჩვენს ნაკრძალში ასევე ეძახი ვასაუს ვისკონსინის შტატი ქალაქი სადაც ულამაზესი ბუნებაა თუ ზაფხულია და ულამაზესი სახლები აი ეს სახლი 659,000 ახლავე გაჩვენებთ აი შულები დარბიან ასეთი სიწყნარია ну ალბათ მომავალში ვიღაცა ააშენებს აქ სახლს გვერდით მაგრამ არც ამით დაშავდება რამე და შეიძლება წინაც ააშენოს ვიღაცამ და არც ამით დაშავდება რამე გარშემო მშვენიერი სახლებია ძალიან კარგად ერთმანეთთან შერწყმული სამი ავტოფარეხი ძალიან მოკლედ მოჭრილი ლამაზი გაზონი თითქოს გოლფის მოედანი იყოს რა სილამაზეა შემოდიხართ ასე და ღია კონცეპტი ულამაზესია აი სივრცე ძალიან მიმზიდველი სივრცეა იზიდავს ადამიანს ძალიან კეთილმოსურნე სივრცეა ადამიანს უნდა რომ იმყოფებოდეს ამ სივრცეში და მართლაც ასე იქნება 90%-ს თქვენი დროის გაატარებთ ამ სივრცეში საძინებელი ოთახები სტუმრების კიდევ ერთი სტუმრების აბაზანა და მთავარი საძინებელი ოთახი ძალიან გემრიელი სახლია და მთავარი სააბაზანო არაფერი ზედმეტი არ არის ყველაფერი არის ხუთიანზე შესრულებული კარგი კომბინაციაა ღია და მუქი ფერების პირდაპირ ავტოფარეხში შედიხართ გვერდით სამრეცხაო მშვენიერი ავტოფარეხი სამი მანქანისთვის და ისეთი რომ ძალიან ბევრი ადგილია რომ რაღაცა სათავსოსავით რაღაცას გამოიყენოთ კიდევ ერთი აბაზანა კიდევ ერთი ოთახი და კიდევ ერთი ოთახი 294 კვადრატული მეტრი 660,000-ად. ანუ $2038 გამოდის კვადრატულ მეტრზე. ბევრად უფრო იაფია ვიდრე ვაკეში. ну მაგრამ არ ხართ ვაკეში. ეს უკვე გოლფის სამეზობლოშია, აქ გარშემო არის გოლფის მოედანი და აი ეს სახლები არის გოლფის მოედნის გარშემო განლაგებული. საკმაოდ დიდი სახლია, საკმაოდ პრესტიჟულიც. ჩემი აზრით ცოტა მოძველებულია, ის რომ ცარიელია, ცოტა არ იყოს ართულებს ამ სახლის გაყიდვას. ცოტა ჩაბნელებულიც არის. შუქების ანთება შეიძლება, მაგრამ ყოველთვის უკეთესად იყიდება სახლი, როდესაც ავეჯით არის გაწყობილი და სტეიჯინგია გაკეთებული. რაღაც ორიგინალური აქვს აი ეს კიბეები, მაგალითად, სივრცეები. ძალიან ლამაზია. მაგრამ აი ეს ცოტა მოძველებული იერი აქვს. ოთახი ეს ოფისი იყო. ეს თავარი საძინებელი ოთახია და კი, აქვს გარკვეული სიძველე და ფასიც ცოტა მაღალია. გარეთ ასეთია. დიდი მიწის ნაკვეთი. პირადი სივრცე უფრო კარგად იგრძნობა აქ. privacy, როგორც ამერიკელები ამბობენ. 484 კვადრატული მეტრი. და ღირს $800,000. ანუ რა გამოდის? $1642 გამოდის კვადრატულ მეტრზე. საკმაოდ იაფია.